პროტესტისისა დავტოვე უმრავლესობა დავასრულე ჩემი საპარლამენტო მანდატი. დიმიტრი სკიტიშვილი, მე ვარ პარტია გახარია საქართველოსთვის. პოლიტიკურ პროცესს დღეს არ არის ორდინალური. ვერ ვიტყვი რომ რუტინულია და ყოველდღე ვაკეთებ ერთ და იგივე საქმეს. ამიტომ დღეს მაგალითად იყო ძალიან ინტენსიური და გუშინაც ის ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და პრაქტიკულად ჩვენ პარტნიორებს ვესაუბრებთ იმის რომ რაც შეიძლება ფოკუსირებული, ეფექტური და მკაცრი იყოს ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ხვალ იქნება მიღებული. ეს არის მაგალითად 2 დღის პრაქტიკულად თელი სრული სამუშაო დღე. მანამდე შეიძლება ეს ყოფილიყო ევროსაბჭოში ანალოგიური, როდესაც ჩვენ ვაყენებთ იმ საკითხებს, რომელიც ჩვენთვის დღეს არის მნიშვნელოვანი. დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნება ქვეყნის ევროკავშირის გაწევრიანების პროცესის აღდგენა და მას შესაბამისად ახალი არჩევნები და პარტნიორების განთავისუფლება, ეს არის ყველა საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობის მთავარი ხაზი, ასევე საელჩოები, დიპლომატიური კორპუსი აქვს და აი აქ ეფექტური პროცესის ისე წარმართვა, რომ შეიძლება მეტი შედეგი მივიღოთ ჩვენთვის სასიკეთო. მე პოლიტიკაში ზოგადად გადავწყვეტე წამოვა 98 წელს. მაშინ ახალგაზრდულ პოლიტიკაში წავედი, მე ვერ ვიტყვი რომ ზუსტად ვიცოდი მაშინ რა მინდო და უბრალოდ პოლიტიკა როგორც ესეთი მაინტერესებდა მემარცხენე პოლიტიკა და მას მერე ახალგაზრდულ პოლიტიკაში სხვადასხვა კუთხით საერთაშორისო ადგილობრივ დონეზე ვიყავი ჩართული, როგორც ეს არ იყო აი რეალ პოლიტიკასაც სახე. მე რეალურად მე ვიწყებ პოლიტიკურ ჩემს საქმიანობას 2016 წელს, როდესაც გავხდი პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან და იქ გარკვეული ჩემი ფუნქცია მქონდა, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობები და ასევე სოციალური პოლიტიკა, შრომითი უფლებები. რეალურად წამოვედი მაშინ, იმიტომ რომ მე პროტესტისისა დავტოვე უმრავლესობა და პრაქტიკულად წამოვედი პოლიტიკიდან. და ხელმეორედ ახლა ვიტყოდი 2024-ში დავინახე რომ მე მაშინ უკვე სამოქალაქო სექტორში არ მქონდა იმდენი გაკეთების შესაძლებლობა, რამდენი შემეძლო გამეკეთებინა პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო მეტი ეფექტი შემეძლო მომენტანად და ვფიქრობ, რომ ეხლა შემიძლია. უკვე მეორეჯერ მიიღეს რუსული კანონი, მივხვდი, რომ ამის შეჩერება შესაძლებელი იყო პოლიტიკური პროცესით, ჩემი როგორც აქტივისტის როლი ამ შემთხვევაში ძალიან ლიმიტირებულია და რატომაც არა რომ დავბრუნდე პოლიტიკურ პროცესში.